მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დილა მშვიდობისა, მე ხალ ვიმყოფები რაგბის მოედანზე. მოგეხსენებათ, რაგბი ღონიერი თამაშია, მამაკაცების თამაშია, ყველა რა მიქნეს ეს? ქალები. ქალთა რაგბი. წავედი ხა უნდა მივარჩიო. I like to move it, move it. I like to move it, move it. You like to move it. სალომე დავითიშვილი. დილან მშვიდობისა. ჩვენთან ერთად იმყოფება ეხლა და უნდა ისწავლოს რაგბის თამაში ამ ადამიანმა ჩემთან ერთად. სალომე, როგორ ფიქრობ, შეძლებ რაგბის თამაშს? ვეცდები ყველანაირად რომ შევძლო და ვისწავლო ყველა წესი, რაც მთავარია იმისთვის რომ კარგად ვითამაშო. ეხლა თქვენ ძალიან გთხოვთ აუხსენით სალომეს, ბატონი პალიკო, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქალთა რაგბის, რა თქმა უნდა, ალბათ მიხვდით. აუხსენით ძალიან გთხოვთ, როგორ უნდა რაგბის თამაში? რაგბის თამაში დანაცვლისთვის ცოტა ისე მარტივად რო ახსნათ, ისე კი პასის მიცემა წინა შეიძლება პასი უნდა მიცეთ გვერდზე, ან უნდა მიცეთ უკან მოთამაშეს. ამიტომ ესე იგი ყველა შემთხვევაში მოთამაშე უნდა იმყოფებოდეს ჩვენ გვერდზე ან უკან და არ უნდა გადაგვასწროს. სალომე, გაიგე? კი, გავიგე. პასი მხოლოდ გვერდზე, უკან და მოთამაშემ არ უნდა გადამასწროს. წავედით, ხო, ვივარჯიშეთ. წავედით. მომგები. წავედით. ეს თქვენ ვარჯიში ენერგიულად დავიწყეთ. ერთმანეთს ტოლს არ უდევთ და ვეპუებთ. რატომღაც გოგონებს კაცთა მოდგმის ჯავრის ამოყრა ჩემზე მოუნდა. სალომეს კი ქალური სოლიდარობით ხელის გულზე ატარებია. როგორ უნდა ახტეს სალომე მაღლა? ესე იგი, სალომე აუცილებლად ხტება და ამაში გეხმარებიან ორი ამწევი მოთამაშე, ერთი უკნიდან, ერთი წინიდან, რომლებიც გეხმარებიან და გაფიქსირებენ ჰაერში მაღლა. და ამ დროს ბურთი ვარდება და ჰაერში უნდა დავიჭოთ ეს ბურთი. რომ მაგრად იცინის. ლეოს დადება ნამდვილად არ გაგჭირვებია. დამუშავებული სტრატეგიის შემდეგ იმედის დილამ ლეო დადო. ჯარიმის დარტყმა პირველივე ცდაზე გამომივიდა. სალომემ კი აცილა 1, აცილა 2, დარტყმა და არის. ჩვენ ვისწავლეთ რაგბის თამაში, სალომეს შეხედეთ, გაიხადა ის და ჩაიცვა რაღაც ბეწვიანი მოსასხამი, იმიტომ რომ ძალიან შეგვცივდა. რაც მთავარია ვისწავლეთ რაგბის თამაში, ასე თუ ისე, ჩვენგან მორაგბეები შეიძლება არ დამდგარიყო, მაგრამ რაღაცნაირად ნიჭი აღმოგვაჩნდა, როგორც ჩანს. შენ რა სიტყვი მოგეწონა რაგბის თამაში? კი, მომეწონა, წაქცევ არ მომეწონა ერთადერთი. მოკლედ. შემდეგ უკეთეს და უკეთეს მდგომარეობაში შევხვდებით ერთმანეთს. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად.